სიმბოლურად 26 მაისს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან პოლიტიკოსები, დამკვირვებლები, საჯარო სექტორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რაც მთავარია, სტუდენტები. ეს არის სულ მცირე ჩამონათვალი იმ ჯგუფებისა, რომლებიც მთელს მსოფლიოს დასავლეთს და მათ შორის საქართველოსაც დაანახებენ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველა ფერზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. მარშები და მათ შორის გეგმა ამ დღეს არის ძალიან მრავალფეროვანი, რადგან მთელი დღის განმავლობაში მოწყობა სხვადასხვა ტიპის ვორქშოპები, აგრეთვე იქნება მარშები, იქნება მსვლელობები, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლების, რომელიც გაერთიანებს მათ შორის ლიტერატორებსაც. სტუდენტები კი პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობენ გარკვეული ტიპის შემეცნებით ღონისძიებებს, იმისთვის, რათა ყველას დაანახონ, თუ რა ძალა აქვს საზოგადოების და ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დასავლური და ევროპული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების პროცესში. რა თქმა უნდა, ამ დღეს ხალხის გვერდით იქნება სალომე ზურაბიშვილით, საერთო ჯამში კი ამ აქტით კიდევ ერთხელ ამ ჯგუფებს იმის ჩვენება უნდათ დასავლეთისა და ჩვენი ქვეყნისათვის, რომ შესაძლებელია რიგ საკითხებთან მიმართებით არსებობს გარკვეული ხედვა, სხვადასხვა ტიპის ხედვები მათ შორის ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დასავლურ ევროპულ ღირებულებებს, ყველა აცნობიერებს იმას, რომ ერთიანობას, ერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენი ქვეყანა არ დანებდება მანამ, სანამ ქართული ოცნება არ გადადგება. ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე 3 საათზე გვაქვს აქცია, პერფორმანსი, რომელიც გააცოცხლებს წარსულს და ეს იქნება განაცხადი და არა რეტრო მსვლელობა. სადაც ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი ისტორია, ვიცით საიდან მოვდივართ და რას მინდა მივაღწიოთ. აქ იქნება უამრავი წარმოდგენა, იქნება უამრავი ლოგო, უამრავი დროშა, რომელიც გაგვახსენებს ჩვენმა წინაპრებმა როგორ მოგვიტანეს, როგორ დაიხსნეს რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან ჩვენი ქვეყანა. სტუდენტები დღის 5 საათიდან შევიკრიბებით პირველი გიმნაზიის წინ, გვექნება სხვადასხვა ვორქშოპები, ვიქნებით სტუდენტები მოძრაობებიდან. 26 მაისი რა თქმა უნდა აღსანიშნავი თარიღია, თუმცა ჩვენ აღსანიშნავად არ გვაქვს დღეს საქმე, იმიტომ რომ მოპოვებელ დამოუკიდებლობას გვართმევენ და მე ასევე 8 საათისკენ მოვუყვებით უკვე სტუდენტებს, რა არის ჩვენი გეგმა, რომ მოვიზიდოთ დანარჩენი სტუდენტები და ერთად გავერთიანდეთ, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ის იდეალიზმი, რომელიც გაგვაჩნიათ, უფრო ფართო მასშტაბის გახდეს. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სადაც არა მარტო ჩვენ უნდა გამოვიდეთ, თქვათ, უნდა გამოვიდეს სრულიად საქართველო. მათ, ვინც დღეს ამ რეჟიმს მხარს არ უჭერს, მათაც უნდა იფიქრონ, რომ ეს არის აუცილებელი და ძალიან ვთხოვ ყველას, შემოგვიერთდნენ, არ მოუწოდებ მე მართლა რადიკალებს და კოცებს, მოუწოდებ იმ ხალხს, ვინც არის დღეს რეჟიმის წინააღმდეგ და ასეთია ძალიან ბევრი ხალხი, იმიტომ რომ ამ მოძრაობამ ჩვენ გვაჩვენა უამრავი ადამიანი, რომელიც იყურება მანქანიდან, გვესალმება, რომელიც იყურება კორპუსიდან. უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და რა გამოიარა საქართველომ. ეს არის მთავარი სათქმელი იმ ადამიანებისა, რომლებიც 26 მაისს სიმბოლურად ერთმანეთის გვერდით იდგებიან და ყველას ძალიან ნათლად მკაფიოდ დაანახებენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დასავლური ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე, რომ საქართველო არის მისი დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლების ერთგული და რომ ყველა ადამიანი, ვინც კარგად აცნობიერებს თუ რა ძალა აქვს ევროპას, რა ძალა აქვს დასავლეთს და თავისუფლებას, იდგება ერთმანეთის ეთის გვერდით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამიტომ სხვადასხვა მარშებისა თუ მსვლელობების ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, რომ აირჩიონ მათთვის სასურველი ლოკაცია და აუცილებლად შეუერთდნენ მარშებს, მსვლელობებს, რომლებიც იქნება თავისუფლების დემონსტრირების კიდევ ერთი ძალიან ცალსახა და ნათელი დადასტურება. მადლობა ხატია, ეს იყო ხატია სამხარაძე. ბელგიელი